დღეს გადაცემა ექიმებში. ყველაფერი თეთრი ლაქების შესახებ. ჩვენი გადაცემის გმირი ამ დაავადებას 27 წელია ებრძვის. რა იწვევს ვიტილიგოს და შესაძლებელია თუ არა მისგან განკურნება. ძალიან მარტივად ესეთი დასხივებით ხდება პიგმენტური შრის აღდგენა. გაიცანით ადამიანები უცნაური ტიკებით. სიარულის დროს ტრიალებდი. გვაჩვენე როგორ აკეთებია. აი ეგ რა არის გვაჩვენე. ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს. ექიმების სტუდიას დღეს ექთნები იპყრობენ. მე ჩემი ექთნები დავინახე აქ სტუდიაში. მე ჩემი ექთნები დავინახე ლევან შეხედა. ჩემი ექთანი ყველაზე ლამაზია. გაიცანით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ექთანი, რომელმაც უამრავი ჯარისკაცი გადაარჩინა. ნუ გამოვაჭერ თელები ჩემ დაჭი, მე ვეცეკვებოდი ხოლმე. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. მე მგონი გვეღირსა და ბოლოს დათვა, ხა ლევან რა სიტყვი? კი. გვეღირსა გაზაფხულის მოსვლა როგორც იქნა. მართალს ამბობ ლევან გაზაფხული მოვიდა, მალე ზაფხულის დადგება და გავთავისუფლდებით ზედმეტი ტანსაცმლისგან. თოთა შენ რა გახდა საპირებ? გახდას არ ვაპირებ ჩვეულებრივ ნორმის ფარგლებში ვაპირებ ნინო. ყოველასთვის ეს თემა სახუმარო არ არის. ჩვენი დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი თემა არის ესეთი მნიშვნელოვანი დაავადების შესახებ, რომლის დროსაც დამერწმუნე რომ გახდის არანაირი სურვილი ადამიანებს ზოგჯერ არ აქვთ არც ამინჩი, არც მზეში, არც ზღვაზე და ასე შემდეგ. ის წელიწადის ყველა დროს აქტუალურია, თუმცა ყველაზე შემაწუხებელი მაინც ზაფხულშია. ეს არის კანის დაავადება ვიტილიგო. მართალია, კანი თუ ჯანმრთელი არ არის, მართლა ძალიან დიდი დისკომფორტია, იმიტომ რომ კანი არის ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი და თვალსაჩინო ორგანო. ალბათ ყველას გინახავთ ადამიანი, რომელსაც თეთრი ლაქები აქვს სხეულზე. ეს გახლავთ ვიტილიგო, ქრონიკული და ნელ-ნელა პროგრესირებადი დაავადება, რომელსაც მივყავართ კანის ფერის დაკარგვამდე. ის შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, მაგალითად პირის, თვალების გარშემო, გავლენა მოახდინოს თმის ფერსა და სტრუქტურაზე, ასევე თვალის ფერზეც კი. ეს ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ჰქონდა მაიკლ ჯექსონს მაგალითად. ვიტილიგო შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი კანის ფერით, მაგრამ დამეთანხმებით განსაკუთრებით თვალშისაცემია ადამიანზე, რომელსაც შედარებით მუქი ფერის კანი აქვს. ლევან, ახლა ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ მულაჟზე ვიტილიგოს განვითარების მექანიზმი, გადმოვყევი. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის კანი, იგი რამოდენიმე შრისაგან შედგება. პირველი და ზედაპირული შრე არის ეპიდერმისი. ჩვეულებრივ ჯანმრთელი კანის ფერი ერთგვაროვანი შეფერილობის არის, შეიძლება იყოს ღია ან მუქი ფერის, მაგრამ საერთო ჯამში მთლიანად მაინც ერთი ფერის არის. ადამიანის კანის ფერს განსაზღვრავს მელანინი, პიგმენტი, რომელიც გამომუშავდება ეპიდერმისში, აი ამ შრეში. წარმოვიდგინოთ, რომ აი ეს ყავის მარცვლები არის მელანოციტები, ანუ უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან მელანინს. ისინი ჩვენ მოვათავსოთ აი ამ შრეში ზუსტად იქ, სადაც არის კანის ზედაპირული შრის ქვედა ფენა და მზის ულტრაისფერის სხივების მოქმედების შედეგად გამომუშავებენ მელანინს. შემდეგ მელანინი გადაინაცვლებს კანის ზედაპირული ნაწილისკენ და კანი ფერადდება. გარუჯვის დროსაც სწორედ ეს მექანიზმი მუშაობს. მაგრამ აი რა ხდება ვიტილიგოს დროს. ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კანის ის უჯრედები, რომლებიც აწარმოებენ მელანინს, იღუპებიან ჩვენივე იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებთან ბრძოლაში. შესაბამისად, რადგან მელანინი არ გამომუშავდება, კანის კონკრეტული უბანი კარგავს ბუნებრივ ფერს და თეთრდება. აი ასე დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ. ეს თეთრი ლაქა არის ის ადგილი, რომელიც წარმოიქმნება ამ დაავადების განვითარების შემთხვევაში. ბევრ ჩვენთაგას ალბათ შეუნიშნავს კიდეც ესეთი ლაქები სხვა ადამიანზე, მაგრამ არ იციან რასთანაა აქვთ საქმე. ჩვენი გადაცემის გმირი ამ დაავადებას 27 წელია ებრძვის. 1999 წლის 9 აპრილის აქციების პერიოდში მონაწილე ვიყავი იმ აქციების, მიმართებოდა მაშინ ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, რა დროსაც მოხდა გაზის გაშვება. მოვიწამლე, გადამიყვანეს საავადმყოფოში. კურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან რომ გამოვედი, შევამჩნიე, რომ ეს ხელებზე და ყელის არეში მქონდა თეთრი ლაქები.
თავიდან ვერ მივხვდი რა იყო. მივაკითხე ექიმებს და მითხრეს რომ ეს არის დაავადება ვიტილიგო. ვიყავი 21 წლის, არ მყავდა არც ცოლი, არც შვილები. მომავალში ფიქრობდი ოჯახის შექმნას, მაგრამ მეშინოდა რომ ეს არ გადასულიყო ჩემს შვილებზე მომავალ თაობაზე. გავიდა მის მერე 27 წელი და მივეჩვია ამ ვიტილიგოთი ცხოვრებას. დიმიტრი დღეს არის ჩვენი სტუმარი და ის მოგვიყვება თუ როგორ ცხოვრობს 27 წელიწადი ვიტილიგოსთან ერთად. მიესალმეთ დიმიტრი დესპოტაშვილი. გამარჯობა დიმიტრი, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დაბრძანდით, მიირთვით ბახმაროს წყალი. დიმიტრი, მოგვიყევით თქვენზე თუ როგორ განვითარდა ეს დაავადება. ერთ დღეს გაიღვიძეთ რომ ესეთი თეთრი ლაქები გამოჩნდა თუ ნელ-ნელა კარგავდა კანი ფერს. მქონდა ხელზე წერტილები, 3 წერტილი და ხელის არეში ამერილას. შემდგომ ნელ-ნელა იმატა ამან მზის სხივების ფონზე. ნუ ნელ-ნელა გამრავლდა და ამ წლების განმავლობაში უკვე აი რასაც ხედავთ მიიღო ეს ზომები რაც მაქვს. სახის გარდა სხეულის სხვა უბნებზეც არის ესეთი ლაქები, ხო? კიდურებზე მაგალითად. კლავებზე, სადაც მზე ხვდება ადამიანს, სხვა კანისფერი თუ ირუჯება, ეს წითლდება, იწვება. ანუ 9 აპრილის იმ დღემდე, იმ დილამდე, სანამ ეს მოხდებოდა თქვენ საავადმყოფოში მოხდებოდით, კანის პრობლემას მანამდე არ შეუწყვეტებოდით. მსგავსი არაფერი არ შეგიმჩნევა. არავითარი კანის პრობლემა არ მქონია. რო გამიჩნდა ენდოკრინოლოგიურ ცენტრში მივედი, გამომიკვლიეს მთელი ორგანიზმი, არსად არაფერი და ერთადერთი ექიმების დასკვნა რომ მომზადა მაშინ შვეიცარიიდან და საფრანგეთიდან ექიმები რო იყვნენ ჩამოსული 9 აპრილის პერიოდში. აი CSS და ჩერვემუხას შემადგენლობაში გაზების გამომწვევი მიზეზი ერთადერთი წერია ვიტილიგო. გაზი იწვევს ვიტილიგოს ერთ-ერთ დაავადებად. რა დისკომფორტს იწვევს ეს ლაქები თქვენში? გარდა ისა, რომ ემოციური თვალსაზრისით ალბათ რაღაც დისკომფორტი გექმნებათ. ფიზიკური დისკომფორტით თუ ახლავს რაიმე? პირველ ხანებში მაშინ საავადმყოფოდან რო გამოვედი, რომ მოვიწამლე, ვიყავი 21 წლის, არც ცოლი მყავდა, არც შვილი მყავდა, მეშინოდა რომ მეუღლე რომ მოვიყვანო მეთქი, მერე ეს ბავშვებზე არ გადავიდეს, მაგრამ ცოლიც ყავთ, შვილების და ვიტილიგო არა. მაგრამ ალბათ ზუსტად იმ პერიოდში იყო ის ემოციური დისკომფორტი, როდესაც გოგოსეპრანჭები გარეთ გადიხარ, ბაზა მოძრავ, ლაქები ჩნდება, იმატებს, ეს ალბათ პრობლემა იყო თქვენ. ამ პერიოდის განმავლობაში ალბათ მკურნალობის ბევრ მეთოდს მიმართეთ და არაერთ ექიმთან იქნებოდით. ვერავინ ვერ მეუნებოდა კონკრეტულ წამალს რა გიშველიდა. მიმართე ასევე ეს როგორც იტყვიან შინაურული და ეს ბებიების და ბაბუების მალამოებით რაღაცა, მაგრამ არაფერი ეფექტი არ გამოიღო. და ერთადერთი იცახდნენ, კურნალობენ ამას გერმანიაში და კუბაშიო. ანუ რეალურად მიეჩვიეთ თქვენ ამ ყველაფერს, გასაგებია, თქვენი ისტორია ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო და ბევრს აქვს ასეთი ისტორია, რომ ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში და როგორც უკვე აღნიშნეთ, ბევრ ცნობილ მსახიობსაც კი აქვს გადატანილი ეს პრობლემა. და თქვენ ახსენეთ, რომ განსაკუთრებული დისკომფორტი არ ქონიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებით ქალებს ექნებათ უფრო მეტი დისკომფორტი. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენს გარშემო მყოფებს მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომ მათ არ ქონდეთ შიში და რაღაც ნეგატიური განწყობა ან ხელის ჩაქნევის ან იმედგაცრუების შეგრძნება, როდესაც აღმოჩნდება ან გამოვლინდება, რომ მათ დაუსვეს დიაგნოზი ვიტილიგო. როგორც უკვე ახსენეთ, ვიტილიგო ჩნდება მაშინ, როდესაც მელანოციტები ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, ან ეს უჯრედები საერთოდ ქრება. იმას თუ რატომ ვერ ასრულებენ ეს უჯრედები თავის ფუნქციას, შეიძლება რამდენიმე მიზეზი ქონდეს. აი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გენეტიკური ფაქტორებით, ასევე სტრესისგან, რაიმე შხამიანი ნივთიერებების მოქმედებით, ამ შემთხვევაში სპეციფიური მომწამლელი გაზების მოქმედებით, ასევე მზის დამწრობით, კანის ტრამვით და ასე შემდეგ. ანუ მრავალი ფაქტორი უწყობს ამას ხელს. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ჩვენი სტუმარი ისაუბრებს. მივესალმოთ ვიტილიგოს ასოციაციის პრეზიდენტი, დერმატოვენეროლოგი ქალბატონი ნინო ცისკარიშვილი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ბახმაროს წყალს შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა. ქალბატონინო, ჩვენ ჩამოთვალეთ დაავადების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი. თქვენ რას დაამატებდით და ძალიან მოკლედ თუ შეიძლება გითხარით, რატო ვითარდება და როგორ ეს დაავადება? არჩევენ ძირითადად ორ კლინიკურ ფორმას, ეს არის ეგრეთ წოდებული სეგმენტური ვიტილიგო, როდესაც პროცესი განლაგებულია ნერვის წნულის გაყოლებაზე და არის ფოკუსირებული, ანუ ლოკალიზებულია გარკვეულ უბანზე და არჩევენ არასეგმენტურ ვიტილიგოს, რომელიც მოიცავს გენერალიზებულ ფორმას. ეს ის ფორმა, როდესაც პროცესში ჩართულია პირის ირგვლივ განლაგებული კანი, ცხვირი, ნიკაპი, ყურები და შეიძლება იყოს მტევნების ზედაპირი.
და არჩევენ ასევე mixed formas, ეგრეთ წოდებული შერეული ფორმა. ანუ რამოდენიმე განლაგება შეიძლება ერთდროულად იყოს წარმოდგენილი და არა უცბად გამოყოფილი. დიახ. როდესაც საუბარია სეგმენტურ ფორმაზე, როგორც წესი, გამოვლენა ამ ფორმის არის ჭარბი ოფლიანება და გარკვეული ემოციური დარღვევები. რაც ეხება სხვა ფაქტორებს, ეს არის ვირუსული ინტოქსიკაცია, თვითონ მელანოციტების არასრულფასოვანი აგებულება, სიცოცხლის უნარიანობის შემცირება თვითონ მელანოციტების, ნებისმიერი ტრავმა, პრესინგი კანის ზედაპირზე იწვევს გამოყოფას ამ მელანოციტების და შემდგომ კანის მეშვეობით ხდება დაკარგვა ამ მელანოციტების. თუმცა თვითონ მელანოციტი უკვე აღარ არის სრულფასოვანი. გავხსნათ რა შემთხვევაში არის გენეტიკური გავრცელება აუცილებელი და რა შემთხვევაში არ არის. თუ არ არის გარეგანი ფაქტორები, არ არის გამოვლენებში, არის გამოვლენა. ანუ ძალიან ბევრი კომპონენტი უნდა დაემთხვას ერთმანეთს. ყველა კომპონენტი, რომელიც იყო ჩამოთვლილი, ოქსიდაციური სტრესი, ტრავმა, ინფექცია, აუტოიმუნიტეტი, გენეტიკა ერთად უნდა მუშაობდეს, რომ მივიღოთ გენეტიკაში ვიტილიგო. ეს ყველაფერი გასაგებია, ძალიან კარგად აგვიხსენეთ თქვენ, მაგრამ მაინტერესებს ამის შესახებ რა იცის ჩვენმა დარბაზმა. მოიმარჯვეთ თქვენი ნიშნულები. მითია თუ რეალობა, რომ ვიტილიგო არის გადამდები? ხო, ჩავშევით დარბაზი. დარბაზი ფიქრობს, რომ ეს არის მითი და ამ შემთხვევაში დარბაზი უყურებს უფრო ხშირად გადაცემას და ეს არის მითი. მაყურებელს დავამშვიდოთ ამ შემთხვევაში, რომ კანით კონტაქტით, ხელის ჩამორთმევით და ძვაკაცობით ვიტილიგო არ გადადის. არც კოცნით. ნამდვილად, არც კოცნით. ანუ ჩამოვერთოთ ხელით ჩვენ სტუმარს. აი ესე. და მოგესურვებია თანდაყოლი. ხალხობრივი ჩემოსტუმარმა აღნიშნა, რომ 27 წელია ამ დაავადებით ცხოვრობს და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს მიმართა ტრადიციულს, არატრადიციულს და ასე შემდეგ. არსებობს მოსაზრება, რომ ვიტილიგო განუკურნებელი დაავადებაა. რას გვეტყვით ამაზე? სრული აღდგენა პიგმენტის, რა თქმა უნდა, რთულია. უნდა დავამშვიდო ჩვენი, ასე ვთქვათ, სტუმარი, რომ ყველაზე კარგად სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ექვემდებარება ის ვიტილიგო, რომელიც სახეზეა განლაგებული. ტევნებზე განლაგებული ვიტილიგინოზური პროცესი ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას, თუმცა აქ საუბარია რეპიგმენტაციაზე, ანუ პიგმენტის აღდგენაზე. ეს არის დაავადება, რომელიც ცხოვრების ხარისხს უცვლის პიროვნებას. აქედან გამომდინარე, ყველა პაციენტი, ყველა ინდივიდუუმი თავისებურად ებრძვის ამ პათოლოგიას. ერთი ცდილობს მიეჩვიოს, ადაპტაცია განიცადოს, მეორე ცდილობს და ეძებს ახალ მკურნალობის მეთოდებს. მინდა დავაწყნარო ჩვენი პაციენტი, რომ დღეს მას ნამდვილად აქვს შანსი მიმართოს ექიმს და ადეკვატური მკურნალობის კურსი ჩაედგოს. ეს ექიმები საქართველოში არიან და არა კუბაში. მკურნალობის თანამედროვე მეთოდები გამოიყენება ვიტილიგოს სამკურნალოდ. გამოიყენება სხვადასხვა სახის ადგილობრივ კორტიკოსტეროიდული მალამოები, კალცინევრინის ინჰიბიტორები, ფოტოთერაპიის მეთოდი, რომელიც უნდა იყოს დამიზნებითი. როდესაც შესაბამისი სხივებით ხდება ამ გარკვეული უბნის დასხივება და პიგმენტის აღდგენა. უეფექტობის შემთხვევაში მეორე რიგში რა გვხდება? მეორე რიგში ხდება ალტერნატიული პრეპარატების გამოყენება და აუცილებლად ეს არის D3 ვიტამინის ანალოგები, ეს არის ანტიოქსიდანტები, რომელიც საკმაოდ პოპულარულია, C ვიტამინი, E ვიტამინი, ეს არის ქელინები, რომელიც ხელოვნურად იწვევენ კანის მგრძნობელობის მომატებას სინათლისადმი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფოტოთერაპიისადმი და ეს არის მეორე რიგის პრეპარატი. მოდით ახლა ჩვენ რეალურ სივრცეში და დროში ვაჩვენოთ ტელემაყურებელს ჩვენ სტუმართან ერთად ერთ-ერთი მეთოდიკა, რომელიც არის ძალიან მარტივი, ხელმისაწვდომი, რაც თქვენძანეთ და ეფექტური. ეს არის ფოტოთერაპია. ცოტა ხანში ექიმებში არის თუ არა ტიკების საშიში? სიარულის დროს ტრიალებდი. გვაჩვენე როგორ აკეთებია. აი ეგ რა არის გვაჩვენე. ფოტოთერაპია ეს არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს სინათლით მკურნალობას. ანუ გამოიყენება ხილული, ინფრაწითელი სპექტრის, ულტრაისფერი სპექტრის გარკვეული სიგრძის სხივები, რომელიც სამკურნალო პროფილაქტიკური მიზნებით არის გამოყენებული. შესანიშნავია, აბა გვაჩვენეთ. თუ პაციენტს არ აქვს ხუთუთოებზე განლაგებული დეპიგმენტური ლაკა ვიტილიგო, ის აუცილებლად უნდა გაიკეთოს სათვალეები. გამცავი სათვალე. რა თქმა უნდა, ფოტოთერაპიის პროცედურები ტარდება კვირაში 3-ჯერ. უნდა იყოს გათვალისწინებული პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, თუ რაიმე პათოლოგია, კერძოდ რომელიც ახლოს არის სიმსივნესთან. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ასეთ
პაციენტს მკურნალობას ვერ ჩაუტარებ. პაციენტი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯამთელი. ძალიან მარტივად ესეთი დასხივებით ხდება პიგმენტური შრის აღდგენა. რამდენ ხანს გრძელდება მაგალითად კურსი? საშუალოდ კურსი მოიცავს 15 სეანსს. კვირაში ტარდება 3 სეანსი. დაახლოებით ეს არის თვენახევარი 4 კვირა, 4-5 კვირა. თუ 3 თვის მანძილზე ვერ მოხდა აი ამ ფოტოთერაპიის ჩატარებისას პიგმენტის აღდგენა, ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ეს ფოტოთერაპიის სხვა ტიპის ალტერნატიული შესანიშნავია ძალიან დიდი მადლობა ესეთ კონკრეტული ახსნისათვის. რა უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, ვისაც ვიტილიგო აქვს, როგორ დაიცვას თავი, რას მოერიდოს? მას არ უნდა ქონდეს დაკარგული რწმენა, რომ ეს დაავადება ექვემდებარება მკურნალობას. აუცილებლად უნდა მოერიდოს მზეს, მზის აბაზანებს და მშვიდი ცხოვრება, სწორი რეჟიმი ცხოვრების, ძილი, სტრესებისგან დაცული უნდა იყოს, თუ ამის რეალური შანსი არის დღესდღეობით. და რა შეგვიძლია ვთქვათ, ბატონ დიმიტრის საუბრუნდება კანის ფერი თუნდაც ნაწილობრივ, რომელიც 27 წლის წინ დაკარგა? აუცილებლად ვპირდები, რომ სახის კანი დაუბრუნდება თავის ფერს. დიდი მადლობა ბატონ დიმიტრის იმისათვის, რომ გაგვიზიარა თავისი ისტორია. იმედია, რომ თქვენ მალე გნახავთ ბუნებრივი კანის ფერით, ასე რომ ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვის. აქვე ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანია Humanity Georgia-ს თანამშრომლობისათვის. პრობლემა, რომელზეც ახლა ვიწყებ საუბართ, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს, მაგრამ ძირითადად ის ბავშვებში გვხდება. ამ საკითხზე ბევრს მაინც და მაინც არ საუბრობენ, მაგრამ არ მეგულება მშობელი, რომელსაც ეს საკითხი არ აღელვებდეს. დღეს ჩვენ საუბრობთ ტიკებზე. ანუ ეს არის განმეორებითი მოქმედებები, რომლებსაც ჩვენი შვილები ამოიჩევებენ ხოლმე და მათი გადაჩვევა ამისგან ძალიან რთულია შემდგომში. ტიკები არის რომელიმე კუნთის ან ერთდროულად რამდენიმე კუნთის უნებლიე მოძრაობა. ძირითადად ეს ეხება ხოლმე ქუთუთოებს ან რომელიმე სხვა ნაწილ სახეზე. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი მოძრაობები სახის არესაც ცდება და უფრო ქვემოთაც ინაცვლებს ხოლმე სხეულზე. თუ კი ასეთი ამოჩევებული და უნებლიე მოქმედებები თქვენი შვილებისთვისაც შეგიმჩნევიათ, პირველ რიგში დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს საშიში არ არის და დროებითია. მაგრამ ზოგჯერ ამ ყველაფერს ისეთი მძიმე ფორმა აქვს, რომ ექიმის ჩარევაც აუცილებელი ხდება ხოლმე. ტიკი მრავალნაირი შეიძლება არსებობდეს, გარკვეული წარმოდგენა რომ შევქმნათ მის ფორმებზე, იქნებ ჩვენც გავიხსენოთ რა ტიკები გქონია ბავშვობაში. ან იქნებ ახლაც გვაქვს. ლევან, შენთან როგორ არის საქმე? ავიცი ხომ სათვალეს რო გამოდმებით ვისწორებ ხომ ეგ თუ ტიკია, არ ვიცი. დათო, შენთან? არა, მე ტიკები არ მქონია. ავიცი რა თქვენს და ეგ თუ ტიკია, მე მქონია ბევრი. ნინა, შენ? არ შემიმჩნევია მე მგონი ტიკები რომ მქონდა. მეც არა, მაგრამ ხანდახან ესე მიყვავს ხოლმე გაკეთება, ალბათ ეს არ არის. არა, ეგ ჩვევა ეგ ტიკი არა. ჩვევა, ხო. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მგონი ჩვენ არც არ ქონია ესეთი დასამახსოვრებელი ტიკი ეს ეგრეთ ჩვენი მშობლებისთვის რო ეკითხათ უკეთესი იქნება. ჩვენ რაც ვახსენეთ, ეს ძირითადად მოტორული ტიკები არის, რაც გამოიხატება მოძრაობით. თუმცა არსებობს ვოკალური ტიკები. ეს არის მაგალითად ხშირი და უმიზეზო დახველება, მოულოდნელი წამოყვირება, სიტყვების გამეორება და ზოგჯერ უწმაწური სიტყვების წამოძახებაც კი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ბავშვების 25%-ს აღენიშნება ტიკები. საშუალოდ 6 წლიდან იწყება და 17-18 წლამდე გრძელდება ეს პრობლემა. საინტერესო დეტალი ის არის, რომ ტიკები ბიჭებში უფრო გავრცელებულია. ო, ნუ ეხლა რა თქმა უნდა. ბიჭებში 4-ჯერ უფრო ხშირად გვხდება, ვიდრე გოგოებში. დღეს ჩვენ სტუმრად დავაპატიჟეთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან თავიანთი ყველაზე უჩვეულო ტიკები გაგვიზიარონ. აბა, ვინ დაიწყებს პირველი და აუდიტორიაში ვინ არის თამამი? აბა, გისმენთ. ლუკა არის 12 წლის. დიახ. როდესაც ჭამს საჭმელს, ჩახველება აქვს რაღაც უცნაური, ცხვირს ათამაშებს და თვალებს ათამაშებს ხოლმე. ნესტებს ბერავს. კიდევ არის ვინმე ისეთი აუდიტორიაში? აბა, გისმენთ. მე ვარ თეკლა, 21 წლის და ძალიან სასიამოვნო თეკლა და გისმენთ. ესეთი ციკი მქონდა სიარულის დროს ტრიალებდი. გვაჩვენე როგორ აკეთებია. აი ეგ რა არის გვაჩვენე. ანუ იწყეთ მოძრაობას და რა მანძილში ტრიალებ. ახლა სკოლაში. უნდა დავტრიალებული ყავი, თორე აი რამდენჯერ, რამდენად იცი? როა დატრიალებული ყავის შანსი. აი დისკომფორტს გრძნობდი სერიოზულად. არის სხვაც მქონდა, ანუ ფეხს ვიწმენდი ხოლმე. ფეხს ვიწმენდი? შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც მქონდა აკროლი ფეხზე და ანუ რა დავდიოდი ესეც რა ვიცი, რომ სანლის მიგაჩრებული ყავ. ეს ლანჩი დასუფთავდა. რამდენი ხანი უნდა მოგიყვანო? ბავშვი ყავ მიდიოდი დღესასწაულში. აბა შემდეგი სტუმარი ყავს კიდევ ერთი და თქვენ მოგვიყვებით. გამარჯობა, მე ვარ თათია, 21 წლის. არ ვიცი ეს ტიკი რამდენად არის, მაგრამ ესეთი ჩვევა მახასიათებს, ან ფეხზე როცა მაქვს გადადებული, ფეხს ვამოძრავებ ისტერიულად და ვიღაცამ ეს თუ არ შემჩნია და არ მითხრა, მე ამას ვერ ვგრძნობ. ანუ ჩემთვის ეს არის კომფორტული პოზა. და როგორც კი ჩერდები, მაშინ არის საშინელი დისკომფორტი ჩემთვის და აი კიდე მთხოვს რაღაც, ანუ ფსიქიკა ალბათ, რომ ისე თავიდან დავიწყო ეს ყველაფერი. ეს ბავშვობიდან დაგეწყო და გრძელდება ეს პროცესი? რაღაც რამოდენიმე
თვეა დაახლოებით, რაც დავაკვირდი ამ ყველაფერს და რაც შეწუხდნენ ჩემ გარშემომყოფებით. მე მგონი ძალიან საინტერესო ტიკები მოვისმინეთ და თქვენ ალბათ ყველაზე მეტად ეხა ის გაინტერესებთ, რა იწევს ამ ტიკებს და რა გაიძულებთ ამ უკონტროლო მოქმედებების შესრულებას. მოკლე პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის, რომ არ ვიცით და ზუსტებით არავინ არ იცის, რატომ უვითარდება ზოგიერთ ადამიანებს ტიკები. მაგრამ ყველაზე უფრო სანდო თეორიის თანახმად, ამაში ტვინის რამოდენიმე ნაწილი არის ჩართული. ტვინის ცენტრში არის ასეთი ნაწილი, რასაც ახლა ეკრანზე ვხედავთ, რომელსაც ქვია ბაზალური განგლია. სწორედ ეს ნაწილი ახდენს მოძრაობების კოორდინაციას, ტვინის წინა მხარე კი შუბლის ნაწილი პასუხისმგებელია იმპულსების კონტროლზე. ითვლება, რომ იმ ბავშვებში, ვისაც ტიკები აქვთ, ტვინის ეს ნაწილი რაღაც ფორმით ნორმისგან ცოტა განსხვავებულია. ის ქიმიური ნივთიერებები, რომელსაც ტვინში იმპულსები გადააქვს, ცოტა განსხვავებულად მოქმედებენ. შეიძლება მაინც და მაინც გასაგები არ არის ეს ყველაფერი, თქვენ კი არა, მეცნიერებსაც უჭირთ ამის გაგება, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ზოგჯერ როცა ადამიანი რამე უკონტროლო ქმედებას ახორციელებს, ან უჩვეულო ხმას გამოსცემს და თქვენთვის ეს საქციელი შეიძლება გამაღეზიანებელი იყოს, შესაძლებელია ეს ასულად არ არის მისი ბრალი, ანუ ამას აკეთებს ყოველგვარი კონტროლის ან მიზანმიმართული ქმედების გარეშე. ტიკის დიაგნოზი რომ დავსვათ, ის ადამიანს მინიმუმ 1 თვის განმავლობაში ყოველდღე უნდა აღენიშნებოდეს. თუ კი თქვენი შვილის ტიკები ძალიან მკვეთრად არის გამოხატული და ამით ბავშვს დისკომფორტი ექმნება ან ცხენია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. დღეს კი ექიმებთან სტუმრად არის ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი სოფო ტატიშვილი. სოფო, გამარჯობა. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. ბახმარ როწყალ შემოგთავაზებ. სოფო, შენ უამრავი ტიკი გინახავს. მოდი გაიხსენი ყველაზე უჩვეულო და უცნაური ტიკი, რაც კი შეხვედრია შენ პრაქტიკაში. არსებობს მარტივი და რთული ტიკი. არსებობს ასევე ტრანზიტორული, ანუ გარდამავალი, ასე ვთქვათ, ტიკი და ქრონიკული ტიკი და როგორც უკვე ვთქვით, მორტორული და ვოკალური, ანუ ფონური, იგივე მოძრაობები და ბგერითი. ყველაზე უცნაური, ასე ვთქვათ, და უჩვეულო ტიკი მაინც არის რთული მოტორული ან რთული ფონური. ნუ ეს როგორ გამოიხატება, რა არის? ხტუნვა შეიძლება, უღმა სიარული, ყველაზე უცნაური, შეიძლება ცეკვითი მოძრაობები. ყველაზე ხშირად რაც ეშლებათ, ეს არის მავნეჩვევა და ტიკი არის უფრო უნებლი მოძრაობა არის. ამაზე არ ფიქრობ, არა კონტროლი და ისე ხდება. მავნეჩვევა არის მაინც უფრო შეგიძლია რომ მისი კონტროლი, ასე ვთქვათ, გააკეთო. ეს ფეხის მოძრაობა მაგალითად, კაი გოგონა რომ ფეხის მოძრაობას მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მავნეჩვევა, მავნე არა პრინციპში, უფრო ჩვევა არის, იმიტომ რომ 21 წლის ასაკი ცოტა ტიკების გამოვლენის ასაკი თუ ის არ არის, ასე ვთქვათ, ჩვეული, უფრო მეტად ახლა 5 წლიდან მაქსიმუმ 18 წლამდე ეს არის გამოვლენის ასაკი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ვიცი, რაც უნდა ალბათ აღვნიშნოთ, ეს არის ტურეტის სინდრომი. ნეიროგავითარებითი დარღვევა, რომელსაც ახლავს მრავლობითი მოტორული ტიკი და აუცილებლად ერთი მაინც ფონური, ანუ ვოკალური ტიკი. და გრძელდება 1 წელზე მეტი. ეს დაახლოებით 25 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს, ან შეიძლება სულ იყოს, ანუ არ განვითარდეს, უგანვითარება არ მოყვეს. რთული მოტორული ტიკი, მაგალითად, აი ნებისმიერ რაც აქამდე ავწერეთ, ხო, ხტუნვა იქნება, ხრებისაც შეჩვა იქნება, თვალის ხამხამი იქნება თუ რაღაცა, პლუს ჩახველება, ანუ ვოკალური ტიკი. ან დავუშვათ კოპროლალია, რომელიც ასევე ძალიან ცნობილი არის. ეგ რა არის ქართულად? ეს არის უხამსი სიტყვების გამოყენება, ისევე როგორც კოპროპრაქსია, ეს არის უხამსი ჟესტებით, ასე ვთქვათ, ტურეტის სინდრომის 10%-ს ახლავს კოპროლალია, კოპროპრაქსია. ტურეტის სინდრომი რამდენად გავრცელებულია სოფო საქართველოში? დაახლოებით 1%-მდე, მოსახლეობის 1%-მდე ხდება. ისე ცოტაა. ერთხელ მაინც ვიღაცას 20% შემთხვევაში ქონია მარტივი ტიკი, მოტორული იქნება თუ ვოკალური. მაგრამ ტურეტის სინდრომი არის ბევრად ნაკლები, იმიტომ რომ ბევრად რთული მიმდინარეობა აქვს და უფრო სერიოზული პრობლემაა, ასე ვთქვათ. და რა შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ ექიმს? ძალიან მალე აკითხავენ სხვადასხვა მშობლები, იმიტომ რომ უფრო მეტად, ანუ მშობლისთვის არის ეს შემაწუხებელი ვიდრე ბავშვისთვის. გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ისინი თვითონ გადაწყვეტენ ექიმთან მისვლას, როდის უნდა მიმართონ? ან რეკომენდაცია როგორია? ან როგორი უნდა იყოს მშობლის დამოკიდებულება ამ დროს ბავშვისადმი? შენიშვნა, დასჯა, კრიტიკა, ამასთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში აორმაგებს, აუარესებს ანუ ტიკების ინტენსივობას და ასევე ბავშვის თვითშეფასებას აქვეითებს. ნამდვილად შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთი დავუშვათ შფოთვითი აშლილობები, ანუ დეპრესია, სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევები, რომელიც მერე თვითკვლელობამდე შეიძლება მივიდეს. ანუ ეს შენიშვნები არ არის საჭირო ყურადღების სხვა რაღაცაზე გადატანა მაქსიმალურად გასაგებია ძალიან რთულია, მაგრამ ამის იგნორირება. სამწუხაროდ ძალიან ხშირად უბრაზდებიან ხოლმე ბავშვებს, მშობლები, იმიტომ რომ მათთვის ამის ყურება ცოტა ისეთი
ერთ გამაღიზიანებელია. ეს ბავშვი თვითონ ვერ წხვდება რაშია საქმე და მშობელი უყურებს, ნერვიულობს და ხშირად ეჩხუბებიან ხოლმე რომ ნუ აკეთებ ასე, ნუ იქცევი ასე, უბრაზდებიან, სჯიან კიდეც ხანდახანდა. კი და სამწუხაროდ ცუდი შედეგი მოყვება. შესაძლებელია რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ბავშვმა თვითონ მოახერხოს ამის შეკავება. ძალიან მცირე დროით, მაგრამ შესაძლებელია ამის გაკეთება. როდესაც ამას ახერხებენ, იმიტომ რომ ბავშვი თანატოლებმა არ დასცინონ ან მშობელმა შენიშნონ, მერე ხდება უფრო მეტად ინტენსიური ამ შეკავების პერიოდის შემდეგ თვითონ ტიკების გაუარესება ხდება, ნუ ორმაგად გამოვლენა ხდება. გამოვლენა იზრდება თუ რთულდება? ინტენსიობა, არა, ინტენსიობა იზრდება, ნუ დაცლა, ასე ვთქვათ, არის ორმაგი. მკურნალობის რა მექანიზმები არსებობს? თუ ეს არის აი ტურეტის სინდრომი, რაც უკვე ვახსენეთ, არის ბავშვისათვის და არა მშობლისათვის შემაწუხებელი იმ დონეზე, რომ მისი ყოველდღიურ აქტივობაში ჩართულობა რთულია, სკოლაში გაჩერება. ამ შემთხვევაში აუცილებელი არის კოგნიტურ ქცევით თერაპიას ვეძახეთ, რაც პირველ რიგში მედიკამენტებამდე საჭიროა, იმიტომ რომ ხშირად ამ ტურეტის სინდრომს ახლავს ყურადღების დეფიციტი და ქცევის დარღვევა, დაახლოებით 40%-ში და ასევე 20%-ში ახლავს აკვეტებული ქცევები, რითმული დაუშვათ ქცევები, ანუ როდესაც რაღაცებს ითვლის ან რაღაცა შფოთვა აქვს, შიში აქვს, აი ესეთი პრობლემები ახლავს ამ ტურეტის სინდრომს და ამის გამო ეს არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული თერაპია. უფრო რთულ შემთხვევაში შესაძლოა რომ მედიკამენტები გამოვიყენოთ. ეს არის საკმაოდ მძიმე, ასე ვთქვათ, მედიკამენტები, თუმცა აი უკიდურეს შემთხვევებში ასე ვიტყოდი და ასევე ერთ-ერთი მეთოდი ეს არის ბოტულინის ტოქსინი, ყველას ალბათ გაგიგიათ. ეს იწვევს თვითონ კუნთის შეკუმშვის ხარისხის დაქვეითებას. თუმცა აი მრავლობითი ტიკები როცა არის და მრავალი კუნთი ამაში ჩართული, მაინც ცოტა რთული არის ტურეტის სინდრომზე წარსავს ესეთი მონაცემები, რომ 75%-ში 25 წლის ასაკის შემდეგ ტურეტის სინდრომის ან საერთოდ ალაგდება, ან აუცილებლად შესუსტდება ინტენსივობის თვალსაზრისით. რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, მშობლებისთვის ალბათ ასეთი რეკომენდაცია იქნება მართებული, რომ თუ თქვენ შვილს შეამჩნიეთ, რომ მას ტიკი აქვს, ნუ დაждით მას, ნუ გაუმახვილებთ ზედმეტად ამას ყურადღებას, ნუ მიცემ შენიშვნას, იმიტომ რომ შეიძლება უარის შედეგის მომტანი იყოს, როგორც ჩვენმა სტუმარმა გვირჩია, უყურეთ და დაელოდეთ, დიდი ალბათობით ეს ყველაფერი თავისით გაივლის. დიდი მადლობა გიგზავნით. ცოტა ხანში ექიმებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ექთანი. ბომბარდირებაში მოვყევი და 2 საათი აგურების ქვეშ ვიწევი. აბსოლუტურად ყველა ადამიანს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აუცილებლად სჭირდება სამედიცინო დახმარება. მაგალითად, წარმოიდგინეთ ყველაზე მარტივი სიტუაცია, დილით საშინელი ყელის ტკივილით იღვიძებთ და მიდიხართ ექიმთან, რომ გაიგოთ, რამდენად ცუდად არის თქვენი საქმე. ამ დროს ძალიან დიდი შანსი არის, რომ სანამ ექიმი მოვა და ას გათქმევინებთ, პირველად სულ სხვა ადამიანს დაინახავთ. ეს იქნება ექთანი. ექთნები ძალიან მნიშვნელოვანი ხალხიან მართლა. მათი საქმე ხანდახან არ ჩანს, მაგრამ ეს საქმე შეუფასებელია. 12 მაისს მსოფლიო ექთნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ექთნები არიან ადამიანები, რომლებიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. პირადად მე მათ გარეშე სამუშაო დღე ვერ წარმომიდგენია. მათ გარეშე მუშაობა ექიმებისთვის ნამდვილად წარმოუდგენელია. ფერს გონია, რომ ექთანი უბრალოდ ექიმის ასისტენტია, მაგრამ სინამდვილეში ექთნების როლი გაცილებით უფრო მრავალისმომცვლელი და მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენთან განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით ექთნები მოვიდნენ. გამარჯობა გოგო. გამარჯობა. გივოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს, რომელიც რამოდენიმე დღეში იქნება და როგორც მთელი მსოფლიო ჩვენს გადავწყვეტეთ, რომ შევუერთდეს ამ დღეს და ჩვენს გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და ყველას უთხრათ, რომ თქვენზე მნიშვნელოვანი ადამიანები ძალიან ცოტა ვიცი მედიცინაში მე. ვერასექ ნამდვილად ესეა, უმნიშვნელოვანესი ხალხია. ჩვენ მარტო არ მოვსულვართ, მოვიდნენ ჩვენთან ერთად ჩვენი მეგობრები. მოვიდნენ კიდევ თქვენთან ერთად ვინ არის? მე ჩემი ექთნები დავინახე აქ სტუდიაში, გამარჯობათ. მე ჩემი ექთნები დავინახე, ლევან შეხედა? რამდენი არიან და რა ლამაზებით ან? შენ სამსახურში დატოვე თვინმე? ეხლა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ჩემი ექთანი ყველაზე ლამაზია. ეს ხალები როგორ არიან? შენ რაღაცა ობლად ხარ, ხო დღეს? იცი რა, თქვენ იმდენი მოიყვანეთ, რომ აქ ადგილი არ იყო და ჩემი სამსახურში დარჩენ, ასე რომ იქიდან გულშემატკივრეთ. ლევან, მოდი გაგვაცანი შენი ექთანი, შენი საყვარელი ექთანი. აქ ორია ესეთი, ჩემი საყვარელი ექთანი, დანარჩენი ჩემი საყვარელი ექთნები სამსახურში დავტოვე მეც. ქალბატონი ნატო წოწორია და ნინო ჩადუნელი. ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელია. სხვადასხვა
ნატო არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის საოპერაციო მედდა და ერთმანეთის ისე გვესმის, რომ საერთოდ არც ვიხედები ხოლმე მისგან, ხელს გავწევ და ზუსტად იცის რა ინსტრუმენტი როდის უნდა მომაწოდოს და მართლა სასიამოვნოა მასთან მუშაობა რა. კი, ჩვენ ქირურგია მეცნიერება ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდურად გამოიყურება, ჩემი ასაკი შევადარე და ცოტა უფრო მეტი არის ნატოს სტაჟი ჩვენ საავადმყოფოში მუშაობის, ვიდრე ჩემი ასაკი. მოგესალმებით, საბატონო ნატო, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მომბრძანებისთვის, გილოცავთ ამ დღეს. თუ შეიძლება თქვენ გითხარით, როგორი ექიმია ლევანი ექიმი და როგორია მასთან მუშაობა? ძალიან კარგი, წარმატებული, თავის საქმის პროფესიონალი და უკვე შემდგარი ქირურგი. მე ვისურვებდი, რომ ლევანისნაირი ახალგაზრდები მრავლად ყოფილიყვნენ ჩვენ ქვეყანაში, რათა ჩვენს პატარებს არ შექმნოდეთ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის. თქვენი დღე არის და არა ლევანისი. არა, ამ შემთხვევაში ხო ლევანზე მაქვს ლაპარაკი. ეს წინასწარ დაწერილი ტექსტი არ გეგონოთ, მართლა ესე უყვარვარ ნატო. რამდენად კომფორტულია ლევანისთან ერთად მუშაობა? ძალიან კომფორტულია ლევანისთან ერთად მუშაობა. მისგან ძალიან და რამდენი წელია თქვენ რაც თქვენ საექციონო კარიერას მიყვებით? მე მთლიანად 35 წელია, მაგრამ ლევანთან ერთად დაახლოებით უკვე 10 წელია. აჰა. 10 წელი გავიდა გასო. საერთო შენი ექიმი გაგოცანი. თეა. აბა თეა, სად არის თეა? აბა შენ გითხარი ხა გადასარევი პროფესია სიმართლე არ მოყვეთია? ძალიან სახალისოა დათოსთან მუშაობა, იმიტომ რომ თვითონ არის კომფორტული. როგორი თქვი? აი მომზადებული ტექსტი რომელი იყო? ესე იგი კომფორტული და არა კონფლიქტური ქირურგი დავით ლოვაძე. აბა. ნინო, აბა ჩემი ექთანი არის ანუშკი. ჩვენ დიდი უკვე 6 წელია თითქმის ერთად მუშაობთ. ანუშკი? სად იპოვე შენაი ლამაზი გოგო? აი, ესე ვიპოვეთ ერთმანეთი. აჰა. არის ფანტასტიკური ადამიანი და ძალიან კომფორტულია მასთან მუშაობა, იმ მხრივ რომ ეს პაციენტები არიან ყველა კმაყოფილი და ყველა რაღაცა მოვლილი და ყველა კარგი განწყობით მის მიმართ. ანუშკი, ძალიან მნიშვნელოვანია. აბა გითხარი ერთ მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნო კაპიტან ნინოსთან ერთად მუშაობა. ძალიან კომფორტულია, პროფესიონალია. მაგაში ჩვენც გეთანხმებით. ძალიან ბევრს სწავლობ დღემდე მისგან, ძალიან მიყვარს და მიამაყება ესეთ ადამიანთან რომ მუშაობ. რაიმე დიდი მადლობა. ესე იგი მე შემიძლია ვთქვა რომ ჩემი გოგოები, ჩემი საყვარელი, ჩემი უერთგულესი ექთები, რომლებიც ახლა სამსახურში არიან, რომლებზეც მე გიჟდები და ვაპრენ. აი ზუსტად იგივეს გაიმეორებდნენ და შეიძლება კიდევ უფრო მეტი კარგი თქვა ჩემზე. ასე რომ გაგისწრეთ. იმიტომ რომ არც ერთი არ წამოყვა. რომ არ შევაწუხე და თქვენ რამდენი ასეთი ლამაზი გოგოები შეაწუხეთ. ნატოს გარდა კიდევ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი მოვიდა ჩვენთან, ჩემი ექთანი ნინო, რომელიც ძალიან კარგი ექთანია. ძალიან გონიერი ადამიანია და ძალიან კარგად ავართ ერთმანეთთან შეწყობილი და ისეთი ექთანია რომ თვალები რო აუხვიო, რასაც ეთქვი ინსტრუმენტს ეგრევე მოგაწოდებს ხელში შეგიძლია არც გაიხედო. ჩემსაც რომ არ აუხვიო და დაახუჭინო უბრალოდ მაინც მოგაწოდებს. მართლა? ანუ გვერდზე ოთახში რო გაიყვანო, იქიდან მოგაწოდებს. ხო და მაშინ მე მაქვს ერთი იდეა, მოდი პატარა გამოცდა და შეჯიბრი მოვაწყოთ ახლა თქვენ ექთნებს შორის, აუხვიოთ მათ თვალები და ვნახოთ მიზისი გამომცნობია. ეხლა მე კიდე დაგინდობ და ნატოს არ შევაჯიბრეთ, იმიტომ რომ ნატო ყველას მოუგებს. ნუ ეხლა 35 წლის გამოცდილებას ჩვენ არც ვიკადრებთ რომ წინ ამიტომ ახალგაზრდები შევაჯიბროთ. აქ გვიწყვია მოკლედ სამედიცინო იარაღები, ექნებს თვალებს აუხვევთ და ვთხოვთ რომ მოგვაწოდონ რომელიმე კონკრეტული იარაღი და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. თეა, მიდი გენცალი. მიდი ნინო შენც აიხვიე თვალები. გამარჯვებული იქნება ის, ვინც უფრო მეტ ინსტრუმენტს მოგვაწვის სწორად. ხო, ნუ ეხლა დროზე აქ საუბარი არ არის, იმიტომ რომ ქირურგია სპორტი არ არის და 100 მეტრზე სირბილი, მთავარია სწორად და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ. ჩვენი ოპერაციების წარმატებულობას განაპირობებს ყოველთვის ეს და არა სისწრაფე. ხო მეთანხმებით ბატონო. მეთანხმებით, მაგრამ ჩემი ექთან ისეთი ოხერია, შეიძლება იჭყიდებოდეს ქვემოდან გააკონტროლოს. რა კაია რომ შენ თვითონ ჩაუხსი. დავიწყოთ ბატონო. რატო დაიწყო? ეხლა ჩავთვალოთ რომ შესაბამისი პროცედურები, რასაც ქვია საოპერაციო ველის დამუშავება ჩატარებულია და მოდი პირველივე სიტყვა რომელიც მიყვარს დანა. ხოჭა, ნინო შენ სიზარგის მომჭერი მომეცი? ხე, შენ ამასობაში ერთი მომიძებნე მიკუმიჩი. კიდევ უფრო მაგარი აპლოდისმენტები ჩვენ გოგოებს. ნინო მაკრატელი. და პინცეტი ბარემ და დავასრულებ შენს გამოცდას და ეგ იქნება. მაკრატელი. მაგარი ხარ. პეტრეულის დამჭერი მომაწოდიება. მაგარი ხარ. მოგიხარ, თვალახეული გონდობინეთი. აი, მოგიხარ, თვალახეული გამოიცნობს. მოგეუბნებოდი. მაგრები არის. ხოჭა, გოგოებო. აი რა კაია, პროფესიონალებთან მუშაობ.
კიდევ ერთხელ დავწმუნდი, როგორ ადამიანებთან ერთად მიწევს იმ ყველაზე მაგარი საქმის კეთება, რომელიც ყველაზე მაგრად მიყვარს და მე მგონი სხვა არც არაფერი არ ვიცი ამ ცხოვრებაში და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ თანადგომისთვის და ჩვენ გიხდით კიდევ უღრმეს მადლობას ჩვენი პაციენტების სახელით, თქვენ გაწეული სამუშაოსთვის და ყველა იმ დღისთვის, რაც თქვენ გაგიკეთებიათ ჩვენი პაციენტები. ახლა კი მე მგონია რომ გადაცემის ამ ნაწილის თავარი გმირი გაგაცვლოთ. ნახოთ ვიდეო 94 წლის ვეტერან ნექტანზე. 1941 წელში დავამთავრე სამედიცინო ტექნიკუმი წარმატებით წითელ დიპლომზე. მომივიდა იმ დროს უწყება გამოცხადი სამხედრო კომისარიატში. ეს იყო მეორე მსოფლიო ომი. გამოვყვა დედა და კომისარი ეუბნება რომ გაათხოვო და აღარ წავიყვანთო. მაშინ ვიყავი 19 წლის. ფრონტზე გავხდი 20 წლის. 1953 წლის 26 სექტემბერს ჩვენი ეშელონი გაემართა ფრონტის მიმართულებით. აი თითოეული ჩემი სიტყვა, იქაური გახსენება მოქმედებს ჩემზე რა. აი ეს სურათი არის 53-ში. ახალი ჩასულები ვიყავით. სურათს იღებდნენ ჩვენი ხალხი, შევახდი მოაჯირს და დავდეგი და გადავიღე. ამ კარიტაში დადის სოციალური დაუცველი ხალხი. უმრავლესობა აქვე სადილობს, მაგრამ მე როგორც არ შემიძლია. აქ ყვება, სახლში მიმაქვს, სადილობს სახლში. ასე გადის დრო. ხალბატონ ივლიტა დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდა და მას თავად უნდა რომ თავისი ახალგაზრდა კოლეგები პირადად გაიცნოს. მიესალმეთ ხალბატონი ივლიტა კუჭაიძე. შოკირებული ვარ, მინდა გითხრათ, ეხლა არ ველოდი ესეთ ფორმაში რომ გნახავდით. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ჩვენთან მობრძანებისთვის, იმიტომ რომ მე მესმის ადვილი არ არის ესე გადაცემაში მიხვიდა და ცოტა ემოციებიც მოვიდა ჩემთან, ასე რომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მე აუცილებლად უნდა შემოგთავაზო თქვენ წყალი, იმიტომ რომ ემოციები თქვენს გაქვთ ახლა და ცოტა წყალი მოგეხმარებათ იმაში, რომ ემოციები გავაგრილოთ და თან ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და მინდა გისურვოთ ძალიან დიდხანს კიდევ სიცოცხლე და რავი, შეყეთილი დაგვიწყოთ. ხალხინებდა დღეს ჩვენთან სტუდიაში არიან თქვენი ახალგაზრდა კოლეგები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ იმისათვის, რომ სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ, მაგრამ ის, რაც თქვენ გაქვთ გამოცდილი და გადატანილი, რა თქმა უნდა, არც ერთ მათგანს ის არ გამოუცდია. თქვენ დაჭრილების დასახმარებლად მიდიოდით ბრძოლის ველზე, როგორც ვიცით, სადაც არც თქვენ იყავით, რა თქმა უნდა, არაფრისგან დაზღვეული და თქვენი სიცოცხლე მუდმივად საფრთხეში იყო. ჩვენი გოსპიტალი იყო 17:48, რომელიც მიყვებოდა ფრონტს. რამდენი წაიწევდა ფრონტი, უკან მიყვებოდა ჩვენც. უშუალოდ ფრონტიდან მოგდიოდა დაჭრილები და გადაწილებდით პალატებში. და მიყვირს ისიც 29 წლის გოგოები ვიყავით და იმდენი დაჭრილები მოგდიოდა ფრონტიდან, რომ სანიტრები რომ ვეღარ ახერხებდნენ, ეხმარებოდით ჩვენ. აი ამ ახალგაზრდა გოგოებს სად ქონდა იმდენი ენერგია, ავარჯნებით გადაყვავდა დაჭრილები პალატებში. მე მახსოვს პირველი დაჭრილი, რომელიც შემოვიდა ჩემ პალატაში, ეს იყო მოსკოველი წიმოხინ ძიმა. ძალიან მხიარული ახალგაზრდა. დღე-დღე გასწორებულები ქონდა იმის გულისთვის, ყურადღება მიგექციათ თითოეულ ჩვენი დაჭრილებისთვის. ყველაზე რთული შემთხვევა, რაც თქვენ თვალწინ მოხდა, ან თქვენ ნახეთ რა იყო ამ შემთხვევაში? რა იყო და დაჭრილების სწრაფი მიღება იყო საჭირო, დროულად დაგვებინებინა და კურნალობა დაგვეწყო. ბევრი ახალგაზრდა იღუპებოდა თქვენ თვალწინ ალბათ. ნუ გამონაკლისად რა თქმა უნდა იყვნენ, მაგრამ ისე რომ თქვა სისტემატიური სახე არ აქვს. თქვენი წყალობით რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ მის კერძზე რამდენი ჯილდო არის ეხლა და რამდენი ადამიანი ყავს გადარჩენილი, ეხლა წარმოიდგინეთ. ისე თბილად ვიქცევოდით თითოეულ დაჭრილს, აი როგორც ოჯახის წევრს მომოვარო ის მეწოდებოდნენ ძალიან.
რამდენი ხანი იყავით ფრონტზე ქალბატონებიდან? მობილიზაციით წამიყვანეს 53 წელში. სამხედრო კომისარიატიდან მივიღე უწყება. ჩვეულებრივად გამოვცხადდი, როგორც მედიცინის მუშაკი. გაჭირებაში იყო უკრაინის რაიონი იმ პერიოდში. და გაფრთხილებულები ვიყავდით, რომ თუ ვინიცობა, ბომბარდირება დაიწყება, რკინიგზის გვერდზე იყო თხრილი. იმაშინაც ჩავცვლილი იყავით. დაიწყო ბომბარდირება, ჩვენ კი მოვასწარეთ, მაგრამ 2 ექთანი მეგობრები დავასაფლავეთ, გადაიცვალა. 45 წელში დამთავრდა ომი. მე ჩამოვედი სახლში 46-ში რატომ? ჩვენი გარნიზონი იდგა ვარშავაში, რომელსაც მე მსახურებოდი. ისე რომ ვერ მივატოვეთ. დაგვანაწილეს ზოგი ბერლინში მიხვდა. მე მაგალითად ლენინგრადის ჰოსპიტალი იყო 28, რომელშიც მომხდი და მუშაობდი. საიდან გახსოვთ ეს ციფრები, ესეთი დეტალები? მე ხსენება. ფანტასტიკური. საკუთარი მობილურის ნომერი არ მახსოვს, მე თქვენ ამდენი რაღაცა გამოიარეთ და ასე შესანიშნავად ყველაფერი გახსოვთ. მადლობა ღმერთს, რომ აროჩი ვარ ჯერჯერობით. ამჟამად 25 ივლისში მისრულდება 94 წელი. ქალბატონებიდან ჩვენ გვესმის, რომ ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარეთ, აი იქ როცა ფრონტზე იყავით. არ გიფიქრიათ არასდროს, რომ აი მომძიმე სიტუაციას გაცლოდით, ასე ვთქვათ და სახში დაბრუნებულიყავით? მაგის ფიქრის დროც სადა ქონდა. დღე-დღე გასწორებული ქონდა, იმიტომ დროულად მიგეხედათ ჩვენ დაჭრილების. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა რომ გამოვაჭრელებდი ჩემ დაჭრილს, მე მეცეკვებოდი ხოლმე. მე მაგალითად 44 წელში უკვე ეს იყო ქალაქ სარნში ტიფით გახვდი ავად. აბა, მადლობა ღმერთს, გადავიტანე ეს ამბავი. და იყო ასეთი მომენტი, რომ გადავიტანე, კარგად რომ გავხვდი, ყავარჯნებით დავდიოდი, ბომბარდირებაში მოვყევი და 2 საათი აგურების ქვეშ ვიწევი. ჩემი საწოლი იდგა კედელთან, მერე თავისუფალი საწოლი იყო და მერე ახალი შემოყვანილი ტიფიანი დამლაგებელი. დასაძინებლად ვებრძოდებოდი, სიწყდარი სიმშვიდე იყო და ჩამოვარდა ბომბა ჩვენს ჰოსპიტალსა და დიდი უშველებელი ფარეხი იყო მანქანების. აი ამ შუა ადგილას ლომისის მადლო შენ მიშველე მეთქი, სად გამახსენდა და ლოცი. დაიწყო ბომბარდირება, მაგრამ რო გავშალი ადიალა, ჩემი საწოლის ქვეშ მინდა შეძრომა, ვითომ მიშელი და რამეს. რო ჩამოინგრა კედელი, დაეცა ჩემს საწოლს და დავიწყე მეორე საწოლის ქვეშ შეძრომა, თავი შევყავი თუ არა დანარჩენის აგურების ქვეშ მოვყევი. როგორ გადავიტანე მეც დღევანდელ დღემდე მიგვირს, იმიტომ რომ ასეთი ძიმე, სიმძიმე წელქვეით ფეხები აღარ მიმოძრავებდა. მოგეთ მეგონა რომ ფეხები წამერთვა. მოკლედ როგორ გითხრათ, ძალიან შევშინდი. 2 საათის მერე დადიოდნენ გოსპიტალის უფროსი და საოპერაციო და ეძებდნენ ხალხს, ვინ გადარჩა ცოცხალი და ვინ მე გადავში ცოცხალი. ძალიან გვიხარია. რაც მე გადავიტანეთ, მე თქვენ თანამედროვე ახალგაზრდობას მოაჩვენოს ღმერთ. ზოგჯერ დამიკვირს იცი. ამდენი რამე გადავიტანე. ამ წოვარებამდე როგორ მოვედი მე მიკვირს. დაახლოებით იმასაკის ექნები არიან ჩვენთან სტუმრად, რასაკითაც თქვენ იყავით მეორე მსოფლიო ომში. თქვენ ნამდვილად გმირი ბრძანდებით და რა ვიცი, ეს სიტყვები არ ყოფნის. პირადად თქვენ ასეთი თავდადება ბრძოლის სულზე მოგიხდათ სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდა ექნებს ყოველდღიურად სამსახურში, საავადმყოფოებში, კლინიკებში უწევთ აი ესეთი თავდადების გამოჩენა და მე მინდა რომ პირადად თქვენ, ასევე ჩვენ აუდიტორიას და ყველა ექთანს ექიმების სახელით უღრმესი მადლობა გადაუხადო და უთხრა რომ მათ შრომას ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ივლიტა. უღრმესი მადლობა. ექიმები კი ზუსტად ერთი კვირით გასვიდეობით.